გვაქვს ასეთი ძალიან ცნობილი ექსპერიმენტია ფსიქოლოგიაში დასავლელი უსუსურების ექსპერიმენტი სალიგმანის ექსპერიმენტი ქვია ამას. და აი მაგის გამოყენებით გააკეთა ერთი ცვლილება 13 წლის ბავშვებთან. აი ამ ჩამორჩენილ სკოლაში მასწავლებელი F-ის ანუ ორიანის მაგივრად ბავშვებს უწევდა not yet. ხო, აი ერთი მარტივი ფრაზა. რა მოხდა იცით? ამ სკოლის ბავშვებმა ნაციონალურ ტესტებში Microsoft-ის სკოლის ბავშვებს აჯობეს. ხო, აი აუ მოდი თან გავმარტოთ ეგას ნიშნავდა რა რომ მაყურებლისთვისაც გასაგები იყოს. ის შეფასება. აი ერთი მარტივი სიტყვა, ხო, F-ი არის მინიმალური, ანუ ჩაჭრის ფულა. ხო და ჯერ ვერ შეძლია. ხო, ანუ ეს უკვე იმას აპროგრამებს ბავშვში, რომ ჯერ ვერ შეძლია, ეს ნიშნავს, რომ მე შევძლებ. და უკვე აი ასე პროგრამირდება. ხო, მეორე ექსპერიმენტით ისევ ამ კეროლ დვეკის იყო ასეთი, რომ ბავშვებს ხო რამდენი ჯგუფი ერთ ჯგუფს აძლევდა დავალებას და აქებდნენ მეორე ჯგუფს არ აძლევდნენ შეფასებას მესამე ჯგუფს ბავშვებს 25 ბავშვიანი ჯგუფი იყო როგორი დამოკიდებულება ისეთ რომ აი ესა და ეს კარგად გააკეთე მაგრამ აქ უფრო მეც ველოდები შენგან აი გაფრინდა შედეგიანობისთვის ეს მესამე ჯგუფი აი იგივე ჩვენ ბავშვებთანაც იგივე რო გავაკეთოთ ხო შენიშვნის მხრივ ხო ნუ ჩამოვაგდებთ რა მათთვის შეფასებას უთხრათ რომ აი ეს შეგიძლია ძალიან კარგად გამოგდის და მოდი რა აი ესეც გავაუმჯობესოთ ბარემ იმიტომ რომ მე მჯერა რომ ესეც შეგიძლია ხო აი ასეთი დამოკიდებულება